გიოცავთ არქივისტების დღეს, ამ კონფერენციაში მონაწილეობენ მხოლოდ ჩვენი თანამშრომლები. რაც დარწმუნებული ვარ, სტიმული იქნება მათთვის, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ და აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა. სამართლიანობა, მიუხედავად იმისა, აზრში მოხსენებული იქნებოდა თავადის წინააღმდეგ მოთხოვნა თუ ეს იქნებოდა მის ბატონიშვილები, ყოველთვის სამართლიანად წყვეტდა საქმეს. რომადლიერები ვართ, რომ არქივისტების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამონახეს, რომ მოგზავნდნენ და დღეს ჩვენს გვერდით არიან. ძალიან საქმეს აკეთებს და სამი მხარეა, რომ მოახერხებდა შეხვედრა ილოცავთ პირველში. გადავამტყდეს. მოგესალმებათ ყოველ წელს ჩვენ ვაჯილდოვებთ ჩვენს გამორჩეულ თანამშრომლებს და ვაფასებთ იმ ღვაწლს, რომელიც მათ გასული წლის განმავლობაში გასწიეს. ალბათ, მანე 59 წელია არქივის ემსახურება, ისე რომ მისი ღვაწლი ძალიან დასაფასებელია. ალბათ, ხეთიამა სადაგიშვილი, კინო ფოტოფონო არქივიდან. ალბათ, მილანი ზენდაიშვილი, ქუთაისის არქივიდან. დღეს იმართება კონფერენცია, რომელიც მიძღვნილი არის ამ დღისადმი და დღეს ჩვენ დავაჯილდოვეთ არქივის დამსახურებული თანამშრომლები. კიდევ ერთხელ ულოცავ არქივის თანამშრომლებს ამ ღირსშესანიშნავ დღეს, დაჯილდოებულებს კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გადავცემ მათი ერთგული საქმიანობისათვის. მართლა ძალიან საინტერესოა ეს გზა მოვიდეს და გართაცებული იყო ეს არქივი 1855-1918 წლებში. 1918 წელს უკვე მითითებული რომ დოკუმენტები ინახება. აღინიშნება არქივების საერთაშორისო დღე, რომელიც გახლავთ თავის დროზე არქივების საერთაშორისო საბჭოს დაფუძნების თარიღი. ამ დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ყოველწლიურად სადღესასწაულო ფორმატში აღნიშნავს და წელს განსაკუთრებული დღე იყო, ვინაიდან საფუძველი ჩაეყარა არქივების შიდა საინფორმაციო კონფერენციას, რომელიც იმედი გვაქვს, რომ მომდევნო წლებში ტრადიციულად აღინიშნება. აგვისტოს ეთების აჯანყებამდე ქართლის სოფელში გაშენდა ლერონში კომპანიის ლაშქარაჟების და სპეცის ორგანიზების შეხვედრები მოახერხა. ეროვნული არქივი პირველად ატარებს ამ ტიპის კონფერენციას, როგორც ვნახეთ, შედეგის მიხედვით გამოვიდა არაჩვეულებრივი, იყო მოხსენებები სხვადასხვა თემაზე. ძირითადი მიზანი ამ კონფერენციის იყო არქივებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, გარკვეული გამოცდილების გაზიარება, სიახლეების წარმოდგენა და ასე შემდეგ. ეს გახლავთ ის აუცილებელი რამე, რაც ასიჭირდებოდა არქივს. 1927 წელს დაწყებულა სასოფლო სამეურნეო არტ ეკონომიკის პროპაგანდება საგეროს რაიონის 53 სოფლის 53 შესანახი ერთეული. უამრავად კავშირის მასშტაბური მასალასა და პროექტებში ასახული და მოსწავლეთა მოგონებებში შემონახული მე-19 საუკუნის დიდი სული ყოფა.